რა ვიცი. გამოსული ვარ მუშაობ დღეს საშემოსავლო გავაკეთე რომ დაღიგი აღარ გქონდეს. მე წავედი რა ვიცი ბისი საქართველოს აღვეწინე. და დავჯექი რა მერე და მუშაობ რა მოპედი მაქვს ნაქირავები თქო და ცდილობ ვიმუშაო. ანაზღაურება სათხშაბათს ველოდები და რა ვიცი კი მიტყდება რომ 24%-ს მომაჭრიან მაგრამ რა ვიცი რა იანდექსზე დავრეგისტრირდი და იქ ვარ. გლოვო კი მინდოდა და ვოლტი მაგრამ იანდექსმა დამირეკა რა და მეთქი რატომაც არა და 3 დღე არავის ვშავ და ცუდი არ არის ნახდა უბრალოდ მოპეც რაღაც დამიზიან და მაინც წავიქეცი რა. რაზვალი აქვს მაგის გაკეთებას ცალკე თანხა უნდა მოპედის ნაქირავები მყავს დღეში 25 ლარა. ცუდი თანხა არ არის მაგრამ საბოლოო ჯამში ბენზინი ის Яу, 1000 ლარამდე ადის რა ეს მოპედი. თუ ყველაზე კაი ვარიანტი ჩავთვლით რა იტოქში, თვეში 700 ლარი ქირა და ბენზინი ეხა 30 დღის დღეში 100 ლარი, 300 ლარი 1000 ლარამდე ავდივარ რა. და ნაწილები რამე თუ დაუზიან და ხო ვაფშე პიზდეცია ბრატ. თალხე რა ვიცი რა კარგად ვარ. სახლში არა ვარ, გუში ყავს 4 საათზე მივედი სახლში მუშაობდით. დღესაც ეგრე მივალ ალბათ თუ რაღაცა ესე არ შეიცვალა რა. მუშაობ და ვემზადები სწავლისთვის ფულს აგროვებ და რა ვიცი ყველაფრისთვის რა. შენ როგორ ხარ რა მიდი როგორ მიდის ეს? ისე მუშაობ ველოსიპედზე, ვოლზე. მეც მინდა და თავიდან ველოსიპედი ქალაქში სოფელში რო ჩავედი. ველოსიპედზე დავჯექი რა. ქალაქში 7 საათი 6 საათი ხოლმე გავდიოდი და ვკატაობდი რა და მერე ქალაქში წამოვიდოდი, დავტესე საკუთარი თავი და წინა დღით მდინარეზე წავედი ველოსიპედით მარტო რა, 1-15 კილომეტრი იქნებოდა. ერთი წასვლა, ბანაობა და უკაცამოსვლა. 30 კილომეტრამდე გავიარე რა. რაღაც ეგრე, 20 კილომეტრის რო გამოვიდა, ეგეც არ არის ცუდი რა. მაგრამ ველოსიპედის თემას ისევ მოპედი ვამჯობინე.